მინდა მოგიყვეთ ჩემი ცხოვრების ყველაზე საპასუხისმგებლო, ემოციურ და ტრანსფორმაციულ კვირაზე. შემთხვევაზე, რომელიც სრულიად უნიკალურია თავისი არსით. ისევე როგორც იმის გააზრება თუ ვის ხელში აღმოჩნდებოდა საბოლოოდ ჩემი ნახელავი. ყველაფერი დაიწყო სიტყვებით, რომელმაც წამით გულიცემაც კი გამიჩერა. საქართველოს პატრიარქი ზუგდიდში მობრძანდება, მისთვის უნიკალურ ხელნაკეთ კვერთხს ვამზადებთ და ამ კვერთხის სავანე შენ უნდა შექმნა. ამას ემატებოდა კიდევ ერთი უზარმაზარი პასუხისმგებლობა. თავად კვერთხზე თენგიზ მიქენაია მიმუშავა, ხელოვანმა, რომელთან კოლაბორაციაც მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების ოცნება იყო. როცა მის ნახელავს შევეხე, სრულიად ხელით შესრულებულ საიუველირო გრავირებას, ვერცხლის ჭედურობას, პატიოსანი ქვებით მოჭედილ ურთულეს კომპოზიციებს შემეშინდა, რა თქმა უნდა. მაგრამ ასეთი შანსი ადამიანის ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ეძლევა და უკან დახევის უფლება არ მქონდა. ყველაფერი ნულიდან უნდა დამეწყო. სანამ უშუალოდ ქსოვილ შევეხებოდი მსოფლიოში მონარქებისა და უმაღლესი სასულიერო პირების პირად კოლექციებს, მუზეუმებსა და გალერეებში დაცულ უნიკალურ ექსპონატებს ვიკვლევდი. ვსწავლობდი მათ დაგეგმარებას, მკაცრ კანონიკურობას, ტექსტილი, ფერის სიღრმე, ბოჭკოს სტრუქტურა და სისქე ქეისის არქიტექტურა. აქ შემთხვევითი არაფერი ყოფილა. მხოლოდ ამ ყველაფრის გააზრების შემდეგ მივეცი ჩემ თავს უფლება ნამდვილი შემოქმედებითი პროცესი დამეწყო. ჯერ შეიქმნა ნაქარღობის ესკიზი. შემდეგი ეტაპი მისი სპეციალურ პროგრამაში აწყობა იყო, რომ საქარგავ მანქანა ზუსტად ისეთივე ცოცხალი შედეგი მოეცა, როგორც ხელით ნაქარგ ოქრომ კეთს აქვს. ხავერდი უაღრესად პრეტენზიული და დაუნდობელი მასალაც კია. ის მილიმეტრიან შეცდომის უფლებას არ გაძლევს. იყო უძილო ღამეები, უკიდურესი დაღლილობა, მაგრამ როგორც კი ნემს და ძაბ შევეხებოდი, თითქოს რაღაც უხილავი ძალა მეხმარებოდა. ყოველ ჯერზე, როცა სირთულეს ვაწყდებოდი, მისი გადაჭრით გამოწვეული აღმაფრენა ყველანაირ დაღლას მიქარვებდა. და როცა ბოლო ნაკერიც დავასრულე, როცა ეს ულამაზესი ვერცხლის კვერთხი პირველად მოვათავსე მისთვის შექმნილ სავანეში, ის ღელვა, რომელიც მთელი კვირა თანმდევდა უდიდესმა სიმშვიდემ და მადლიერებამ შეცვალა. ბედნიერი ვარ, რომ ამ ისტორიულ საჩუქარში ჩემი მცირედი წვლილი წდევს. ჩემი ხელებით შექმნილი სავანე ახლა იმ ადამიანის ხელებშია, ვისი ლოცვაც სრულიად საქართველოს იფარავს. გვიყვარხარ პატრიარქო.